გაკვეთილები დემოკრატიული ექსპერიმენტისგან ამსათაურის სტატიას საქართველოს შესახებ Wall Street Journal-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი მეთიუ კამისკი თავდაპირველად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა, ახლა პოლიტიკური გვამია. მას შემდეგ, რაც მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ის მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა, წერს Wall Street-ის სტატიის ავტორი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიციის რეფორმაზე, კორუფციის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ წინსვლაზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა ასევე დასცენს, რომ სააკაშვილის ტოლერანტობა მისი პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის თავისუფლების მიმართ დროთა განმავლობაში დაჭგნა. Wall Street Journal 2007 წლის ნოემბრის მოვლენებსა და ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შეჭრის ქრონიკასაც იხსენებს. როგორც მეთიუ კამისკი აღნიშნავს, სააკაშვილის მმართველობიდან 10 წლის შემდეგ მისი მეგობრები მტრად და პროპაგანდისტულ შურისმაძიებლებად იქცნენ. ამერიკული გამოცემა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის პერიოდსაც იხსენებს და ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას არაჩვეულებრივს უწოდებს.